გამარჯობა, სალამი, როგორ გიგიხოთ? როგორ ახლა? ჩვენც ასევე. იღოცებათ რო დავსვით საკრებულოს. შაშა სამი თვით მოკლა. დაძდევ, რა კიდე რო ხმელი შემოგდიმოთ დაძდევ და გითხრეს რომ და გავიტათ. ჯერ ბალახები სანამ არის რაღაც გარკვეულ პერიოდის შემდეგ მივიღებთ იმის შემდეგ აქ 9 თვე გავიდა. თითი ეს ადგილი არის საზოგადოებრივად გამოყენებული და ვერა უხმარობთ ნაგავს აყრიან უფრო და უფრო უმატებენ მიუმართეთ გამგეობას და ამ გამგეობამ დღეს ხვალ და უფრო ემატება ამ ნაგავს აყრიან ნაგავი და გვეხოცება საქონელი ეს არის სოფლის საძოვარი ანუ აი ამ საგარეჯოს ეგრეთ წოდებული გაღმეუბნის მოსახლეობას გამოყავს თავის საქონელი და აქ აძოვებს და აი ეს ნაგავი დაყრილი არის სამშენებლო ნაგავი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ რომლებიც აწარმოებდნენ სამშენებლო სამუშაოებს და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ გამგეობის ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე ისინი ვერ გაბედავდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან ოფისში მოვიდნენ და გვითხრეს რომ აი ესეთი პრობლემა გვაქვს დაგვეხმარე. მიუმართეთ ჩვენმა საკრებულოს წევრებმა, ასევე მოსახლეობამაც და არანაირი რეაგირება არ იქნა. ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს ყურადღებას, ელემენტარულ ყურადღებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან და საგარეჯოს გამგეობა ნაცვლად იმისა, რომ რეალურად უგრძალავდეს სამშობლო კომპანიებს, სამშობლო მასალის დაყრას იმ ტერიტორიაზე, რომელიც საძოვრად გამოიყენება წლების განმავლობაში და მთელი სოფელი ამ ტერიტორიაზეა დამოკიდებული, პირიქით გამგეობა ნებართვას აძლევს სამშობლო კომპანიებს, არადა ნებისმიერმა აქ ყოფმა გლეხმა რომ დაყაროს სამშენებლო მასალის დარჩენი გარემოს დაცვის ინსპექცია დაუყოვნებლივ დააჯარიმებს მას 1000 ლარით და ერთი პრობლემა არის რომ საძოვრის გარეშე ტოვებენ სოფელს და მეორე პრობლემაა რომ შერჩევითი არის კანონის აღსრულება გლეხისთვის მაგალითად იქნება რა თქმა უნდა კაცის სანქცია გატარებული, ხოლო სამშენებლო კომპანიისთვის, რომელიც კანონს არღვევს და ყრის სამშენებლო მასალას, ეს არის დარღვევა ერთი და მეორე რეალურად სოფელს ტოვებს საძოვრის გარეშე.